გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, ხომ ხართ ყველანი კარგად? დამიწერეთ ხოლმე კომენტარებში თუ არა ისე მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ წერენ რომ ვერ გიწერთ კომენტარში და მე პირადში მწერენ, არც ეგ პრობლემა არ არის ჩემო ძვირფასებო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობის გარეშე არასდროს არ ვიწყებ ვიდეოს, თითოეულ გამომწერს, თითოეულ ადამიანს, ლაიქის ავტორს, ფოლოვის ავტორს, არხის გამომწერს, ერთი subscribe ხილაკია, ხო, არხის განვითარებისთვის. მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩავგიწეროთ ხოლმე ხშირად ვიდეოები. ეხლა ნელ-ნელა ადგილმდებარებას ვიცვლი და მით უმეტეს როგორც კი რომ გადავალ და უკვე რაღაცა ესე დავლაგდები კიდე უკეთესად და გარემოც სხვა იქნება და სიტუაციაც სხვა შეუქმნა ასე ვთქვათ მაქსიმალურად და მოკლედ მე უფრო მეტ ვიდეოს ჩაგიწერთ ხოლმე და უფრო ხშირად, უფრო სწორად. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა. კი ბატონო, ურთიერთობის დროს, არევის დროს, გაურების დროს, კი ბატონო, დაცვა იდება, წმენდები კეთდება, იხსნება თუ რაიმეა და მე ადამიანს ვაცდით თვითონ უნდა მოიგოს გონს. აქ ძალით მოვიყვანოთ, ძალით წავიყვანოთ და მოკაჩოდა კისერში ვის გჭირდებათ, მითხართ ან ძალით მოყვანილი კაცი ვინმეს რამეში გჭირდებათ? არ წარმოიდგინეთ, ეხლა დღესვე შემიძლია, ხო, მსგავსი ქცევა და განმახორციელო. არ რაში გჭირდება, ჩემო ძვირფასებო? ძალით მოყვანილი ისევ წავა, მიხვდით? ამიტომ თუ რაღაცა და მანამდე მართლა გრძნობა იყო, წლების ურთიერთობა იყო, ადამიანს უყვარდით და საოცარ ემოციებზე იყო საუბარი და უცებ არ ახართ თქვა 15-16 წლისები და ჩამოყალიბებული ადამიანები ხართ და უცბად ადამიანში რაღაცა ცვლილებები მოხდა, კი ბატონო, რა თქმა უნდა დავეხმაროთ, აბა რა, მაგრამ ის რომ რამდენ ხანში მოვა, როდის მოვა, არ მოვა აი ესეთი ქცევით, არ მოვა ესეთი მიჯაჭულობით, ადამიანს უნდა ჩავეხსნათ. გავუშვათ დადებით ენერგიებით, ჩავეხსნათ, როგორც კი ჩავეხსნებით, მერე სიტუაციებიც იწრება. ძალით არავინ არაფერს არ აკეთებს, არც კი დავუშვებთ ვინმე ძალით მოვიყვანო, არც დაგეხმარებით ამაში. დაგეხმარებით მხოლოდ იმაში, რომ ადამიანი პირიქით დავუბრუნოთ საწყის მდგომარეობას და გავათავისუფლოთ. არავინ არავისი, ასე ვთქვათ, ჭყალებში მონა, ნაყიდი ნივთი არ არის, ხო? თუნდაც ის მომენტი, რომ რახან მე მეუღლე მყავდა და რახან მე შვილები მყავს, იმას ხო არ ნიშნავს, კაცო, რომ კისერში მოვკიდო ხელი, გინდა თუ არა იჯექი ჩემთან თქო. იმან თავისი კარმული მოვალეობა მოიხადა, ხო? და წავიდა და კულტურულად, ცდილობიანად, დღემდე იდეალურად, ანუ რომელ საუკუნეში ვართ, ხალხო, ძალით და თმებში ქაჩვით და ის, ამიტომ ძალიან გთხოვთ ხოლმე რა, ვისთანაც მუშაობ ადეკვატური მესიჯები იქონიეთ და ადეკვატური ქცევა იქონიეთ. ისევ თქვენთვის არ ვარ გათორი, მე არა მაქვს პრობლემა, მე გაგცემთ პასუხს, მაგრამ საერთოდ არ დაგიბრუნდებათ ესეთი ადამიანი. ამიტომ ძალიან ვცდილობიანად, ძალიან კულტურულად, ადეკვატურად, ძალიან გთხოვთ. და თუ ესეთი არ არის ადამიანი და თუ მეუბნებით რომ თვითონ არის ესეთი და მაგინეებს, მლანძღავს, აბა რა გინდათ ეგეთ ადამიანთან მაშინ, ხო, მოდით ესე ვთქვათ. მაშინ რიღასთვის ვცოლობთ. ამიტომ თუ რაღაც არ იყო ისე და უცბად გადატრიალდა სიტუაცია, კი ბატონო, ამ დროს რაღაც შეიძლება წავეხმაროთ, მაგრამ თმებში მოკაჩვით ადამიანები არ მომყავს. კარგით, ეხლა დღევანდელი საჯარო გაშლა ეხება ასეთ ვიდეოს. მოვიდა რამდენიმე შეტყობინება პირადში და მე ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ეს ვიდეო ადამიანს რა ჭირს. აი ეხლა ამ წუთას რა მოხდა, აი ამ ახლო პერიოდში რა დაემართ ამ პიროვნებას ისეთი, რომ მოხდა გაურკვევლობა, მოხდა აი რაღაცა სიტუაციების არევა და ვერ მიხვდით რა ჭირს ადამიანს. აი ვერ გამოგაქვთ რა დასკვნა. ნახოთ. გავიგოთ, ანუ გაურკვევლობაა, მიხვდით? და ვერ ვიგებთ რა ჭირს. კარგით. დავიწყოთ. ხო, ტაროს კურსთან დაკავშირებით სანამ ფასდაკლება ამომწერეთ პირადში 25 აგვისტომდე. 25-დან უკვე შეივსება და მე ფიზიკურად კი არა, როგორც კი ჩვენ უკვე ვიწყებთ ხოლმე, მაგრამ ამიტომ უმეტესობად ბევრს ვერ დავამატებ, ფიზიკურად სექტემბერი ყველაზე დატვირთული თვე მაქვს ხოლმე და ფიზიკურად სექტემბერი ისედაც საგიჟებთ, იმაკ იწყება სკოლის პერიოდები, სიტუაციები, ხო, ვიცით. ხო და
პლუს ამასეს გადაბარგების სიტუაციები მაქვს გადასვლის და ძალიან ასე ვთქვათ, ამიტომ ბევრ ადამიანს ვერც დავიწყებ და მივიღებ, მაგრამ თქვენ მაინც მომწერეთ, ხო? ყველაზე მთავარი, ჩემთან ტაროს გაკვეთილზე არ ხდება ესე დამონტაჟებული ვიდეოების ჩაყრა. არა, აი ესე გირეკავთ და როგორც აქ წერს საჯარო გაშლას ერთ-ერთში აი ესე გელაპარაკებით. ნახოთ. ვინ არის ეს ადამიანი? ჩაიფიქრეთ მის სახელი და გვარი. რა სიტუაცია თქვენ შორის? თქვენი სახელი და გვარი, მის სახელი და გვარი სრულად როგორც პასპორტშია. დაბადების წელი თვე და რიცხვი არ გვჭირდება, მარტო სახელი და გვარი. შემდგომ რა სიტუაცია იყო, ანუ რა მოხდა? გავარკვიოთ. რა ჭირს ამ ადამიანს? კიდე ამოვიღოთ რამდენიმე. უნდა გავარკვიოთ რა ხდება და რა ჭირს და რა მოვიდა. სავარაუდოდ ვფიქრობ, რომ რამდენიმე სიტუაცია იქნება და დავასახელებ და ბოლოს რჩევა. თუნდაც მჭირდა რაითერსაც დავიხმარ, იმიტომ რომ ესეთი გაშლა მივფიქრობ. ვინ არის თქვენი ადამიანი და ეხლა გეტყვით ერთ რაღაცას. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ადამიანი, რომელიც ეხლა ამ წუთას და ადამიანი, რომელიც გაინტერესებდა და ადამიანი, რომელთანაც როგორ ჩანს, ხო, აირია სიტუაცია, ხა კარგად როცა ვართ, ტაროსთან არ მოვდივართ, როცა გვიჭირს, მაშინ მოვდივართ, ხო? სიტუაცია. კი ბატონო, არ გამოვრიცხავ ხარ, ამ წუთას გითვალთვალებდეთ სოციალურ ქსელში, კი, ეს მომენტი არის, ეს სიტუაციები არის, მაგრამ რატომღაცა ესე მოულოდნელად, აბსოლუტურად თითქოს ურთიერთობა დალაგებული გადავიდა განდეგილის პოზიციაში, გადავიდა განცალკევების პოზიციაში და რაღაცა პერიოდი გაჩერდა, გაშეშდა, მაგრამ რატომღაც ეხლა აი ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ რაღაცა აქტიური პერიოდი დაიწყება, ხმლების ტუზით აქ ხმლების რაინდი კიდე რომელიც აი ესე გაბრაზებული, რაღაცა სიტუაცია გაბრაზებულზე და რამდენიმე გაშლა ამომდის, რომ მე ვფიქრობ, რომ კონკრეტულად თქვენზე კი არ არის საქმეს ეხება ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ვიცით ხო აგვისტოს საქმის მხრივ როგორი სიტუაცია ან არევის სიტუაცია სამსახურეობრივად, ან პირიქით დაწინაურების სიტუაცია სამსახურეობრივად, ხო? ამიტომ არის ორი ვარიანტია ხოლმე ყოველთვის თითქოს, ამიტომ არ გამოვრიცხავ აქ სამსახურეობრივად რაღაც სიტუაციები აირია, რაღაცა მდგომარეობა შეიცვალა, რაღაცა ისე აღარ არის როგორც უნდა იყოს, როგორ გაწვიმდა, უცბად დაუშვა სიტუაცია ისეთი აღარ არის როგორიც უნდა იყოს და ყველაზე მთავარი გადავიდა განდეგილის პოზიციაში, გადავიდა განმარტოებით და არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ აქ მე ვფიქრობ, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ, აქ რაღაც მოხდა საქმესთან დაკავშირებით. უბრალოდ მოყევით ამ სიტუაციაში, მიხვდით და რეალურად ვიცით ხოლმე ხო, რომ მე რა დავაშავე, რომ იტყვიან. ჩემო ძვირფასებო, სამსახურში მეც რო გამნერვიულებული ვარ, უმიზეზოდ მიჩხუბია სახში. არავინ არაფერ შუაში არ არის. ამიტომ ვინც მუშაობთ და ვინც გასულები ვართ, ვიცით რა არის ესეთი რუტინა, ხო? რომ მოგვიშლიან ნერვებს, მე ყოფილა შემთხვევა, რომ სამსახურო სახშიც მოგვშლიან ნერვები და სახში ასე ვთქვათ, ვირა დააშავა ოჯახის წევრმა, ხო, სიკეთის კეთების მეტი, მაგრამ გაბრაზებულზე მithქვამს, რომ ესე და ეს რატო და მე ხო ვიძახი, ანუ მიხვდით ეს თქვა და ხდება. ამიტომ ეხლა რა არ უნდა ნახეთ ამ ადამიანს. გაბრაზებულზე თქვენზე იყაროს ჭავრი, არც იკადრებს ამას. იმიტომ გადავიდა განდეგილში, იმიტომ გადავიდა განმარტოებაში. ძალიან დიდი პრობლემები აქვს სამსახურის მხრივ. კარგით რა მოხდა თქვენ შორის კიდევ ერთხელ ნახეთ. თასები, წინაზე თასები ამოვიდა, წყლის სტიქის მამაკაცია, ჩემო ძვირფასებო, მამაკაცი, რომელსაც ჩაერთო ეგოისტობა, მამაკაცი, რომელსაც ჩაერთო, ეხლა ჩაერთო ოღონდ ეგოისტობა, ვერ მოგატყობთ და ვერ გეტყვით, რომ ამ ადამიანს არ აინტერესებთ, აინტერესებთ რომელია, ნამდვილად ძალიან დადებითი ემოციები აქვს თქვენთან დაკავშირებით, არ ვიცი, აი ემოციურადაც ისე არის თქვენს მიმართ განწყობილი, რომ აი ვერც კი გადმოგცემთ, იმიტომ რომ როგორ არის შეხედეთ, ფიქრით სულ ფიქრობთ თქვენზე, ემოციები თქვენს მიმართ სულ აქვს, დაჟე აი ხგონებით ეგოისტობაც კი აქვს ბოდიშტავს თქვენთვის, ანუ აი რო ვთქვათ რა კიდე დამატებით, ეგოისტობაც კი აქვს ჩართული თქვენთან დაკავშირებით, უბრალოდ მოხდა გაურკვევლობა, აქ მესამე პირად არ არის გამორიცხული, კი ბატონო, რომ რაღაცა კონკრეტულად ვიღაც დასახელდეს, მაგრამ რატომღაც მე მაინც საქმე მქონია. ნახოთ კიდევ რა მოხდა. რა ჭირს? ადამიანს რა ჭირს? ერთი იმას გეტყვით კიდევ ერთხელ, აი ამოვიღებ.
გეტყვით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი მოჯაჭულობა აქვს თქვენ მიმართ, ეშმაკის არკანი, რომელსაც ამოვაბრუნებ და დავდებ ვიდეო არ დამებლოკოს, ამავე დროს ეშინია თქვენი დაკარგვისაც. ნახეთ როგორ არის ამოფარებული, ეშინია თქვენი დაკარგვის, იმიტომ რომ თქვენთან როგორც გრძნობთ თავს ჰარმონიულად, ასე არავისთან არ უგრძნია თავი, ამიტომ ამასაც გეტყვით. მაგრამ ყველაზე მთავარი მე რასაც უყურებ და ყველაზე ესე ვთქვათ აი ზუსტად და სწორად რო ახსნა აი ამ მუშაობის პროცესში, აი ამ საქმის პროცესში ადამიანი თვითონაც გაურკვეველ მდგომარეობაში, რაღაც არეულ სიტუაციაში ვერ გაუგია რა უნდა, განა თქვენთან დაკავშირებით ვერ იგებს რა უნდა, იცი, ზუსტად იცი, იმხელა ემოცია გაქვს და იმხელა ენერგია და იმხელა გრძნობები, მაგრამ აქ რაღაცა ოჯახური სიტუაცია, აქ რაღაცა სამსახურეობრივი სიტუაცია და აქ რაღაცა არეული სიტუაცია. თორემ და მაქსიმალურად ცდილობს და ძალას იკრებს, რომ დალაგდეს მდგომარეობა, დალაგდეს სიტუაცია და აი ეს შიშები მოხსნას. უბრალოდ არ ეძლევა საშუალება, მიხვდით, არ ეძლევა მდგომარეობა ამ ყველაფრიდან გამოსვლის. ჯერჯერობით ესე ხდება. ამიტომ მე გეუბნებით, თუ მესამე პირია თქვენ შორის, ეს შეიძლება იყოს დედა, მამა, პეტრე, პავლე, ხო, ვიღაც ან ყოფილი, ეხლა რო გითხრათ, რომ ვინმე ყავს, არა, ჩემო ძვირფასებო, საკმაოდ ერთგული ადამიანია, მინდა გითხრათ, მაგრამ თუ ეს არ არის, მაშინ ეს არის სამსახურეობრივი სიტუაცია, სადაც შეექმნა რაღაცა გარკვეული პრობლემები. და ვნახოთ, რჩევა რა იქნება. კი ბატონო, აი რას გეუბნებათ რჩევა. გამოდით ილუზიებიდან, შეხედეთ სწორად და ზუსტად ამ ყველაფერს, რეალურად შეხედეთ ამ ადამიანსაც და ამ სიტუაციასაც და ყველაზე მთავარი ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა. აუცილებლად რაღაცა ახალსი იღებთ. თქვენ და ეს ადამიანი, ეს პიროვნება რაღაცა ახლიდან იწყებთ სიტუაციას და აი ამ ორიენტაციებზე, რომელზეც გიждები, აი ამ ჰარმონიას ინარჩუნებთ. ნახეთ კიდე რჩევაში რა მოვა. ნახოთ კიდე რჩევაში რა მოვა. კი, დაბრუნდება, მოვა ჩემო ძვირფასებო ეს ადამიანი, უბრალოდ ურთულეს პერიოდი აქვს. შეხედეთ, ძალიან ცუდად არის. დაჟე აქეთ შეიძლება გთხოვოთ, ან გითხრათ, რომ რატო არ მომიკითხე და რატო არ დამეხმაროთ. ამ დროს შეიძლება თქვენ თქვათ, რომ კაცო მე მოგიკითხე, მაგრამ არ გამიძს პასუხი. აი ესეთი სიტუაციები შეიძლება იყოს, მაგრამ კი აუცილებლად მოდის ეს ადამიანი, აუცილებლად რჩევაში სიტუაციები იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ 50-50 სიტუაცია ცოტა ხანი ატროვეთ კურთხების ტუზით დაჩქარებული სიტუაციით ეს ადამიანი თქვენთან მოდის, თქვენ თასებში მიზიხართ, აი მინდა რომ დაინახოთ. საოცრებაა წინა გაშლაშიც თასებში ამოხვედით. შეხედეთ რა, პრინცესა თასების, აქაც მეფე თასების, შეხედეთ. წყვილში ამომდიხართ, ჩემო ძვირფასებო, წინაზეც იგივე ვთქვი, რომ ერთი და იგივე ჰოროსკოპით შეიძლება იყოს. საოცრებაა, დაელოდეთ ჩემო ძვირფასებო, ვნახოთ, აი ხა ვინცთანაც ცოტა ისეთი მოდი დავსვათ კითხვა. თქვენ ხო არ უნდა გადადგათ ნაბიჯი, ესეთ მდგომარეობაში ვარ თუ ჯობია რომ დაელოდოთ. მე ვფიქრობ, რომ ჯობია დაელოდოთ. იმიტომ ამას ჯობია პირადი კონსულტაცია, იმიტომ რომ პირდაპირ გეტყვით ეგ მიწეროთ თუ დაელოდოთ, ამიტომ ეს არის საჯარო. მაგრამ მაინც დავსვავს ამ კითხვას. თქვენ უნდა მიწეროთ თუ დაელოდოთ. ეხლა თუ მიწერთ და მოიკითხავთ, არაფერი არ დაშავდება, მაგრამ დაველოდოთ. მე მგონი ჯობია რომ დაველოდოთ. მზე გამოდის სიტუაცია, ისედაც გამოდის, მაგრამ ეხლა რაღაცნაირად არის გაბრაზებული, განაწყენებული და გულნატკენი თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ემოციებისაა ჩაერთო ჰაერი, ხმლები ჩაერთო სიბრაზე, მიხვდით? ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ეხლა ცოტა ხანი ჯობია რომ ვადროვოთ და თვითონ გამოვიდეს კონტაქტზე. მე ესე ვფიქრობ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არის საჯარო გაშლა. შესაბამისად ჯობია რომ პირადში უკეთესად გეტყოდით რა თქმა უნდა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მოიფიქრეთ და გადმოგცანდით, ან არ ვიცი თუ გინდათ კომენტარში, YouTube-ის ბოლოში დევს ჩემი ნომერი და WhatsApp-ი Viber-ზე მომწერთ, TikTok-ზე მე თვითონ გამატებთ. არ ვიცი, ეს იყო, მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა ინდივიდუალურია, ყველაზე ვერ იქნება რომ მიწეროთ თუ დაელოდოთ, ამიტომ რაც ჭირს ადამიანი კარგად არ არის. ნამდვილად არ არის კარგად, ნამდვილად განიცდის ამ სიტუაციას და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საქმეს უნდა უკავშირდებოდეს. დანარჩენზე გელოდებით პირადში. ეს იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო კონსულტაცია. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით.